ახალ მემარჯვენეებს დღეისთვის უკვე 3500 საარჩევნო უბანზე ყავს უკვე შერჩეული ჩვენი წარმომადგენელი და პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ადამიანები არიან დატრენინგებული და მზად არიან უკვე დაიწყონ ახალი მემარჯვენეების კამპანია და სააკაშვილი თუ ეცდება რომ არჩევნები გააყალბოს ის სამუდამოდ დაიღუპოს თავის პოლიტიკურ მომავალს თუმცა დღეს მას აქ გარკვეული პერსპექტივა თუ ის უარს იტყვის თავის სრულიად უკანონო მიზნებზე რომ ჩაებღაუჭოს პრემიერ-მინისტრის პოსტს და ის შემზადებული ნიადაგი კონსტიტუციის შეცვლის გამოიყენოს ბოროტად ის გახდება პუტინი უცხოეთის და საერთაშორისო საზოგადოების თვალში და საბოლოოდ დაასამარებს თავის პოლიტიკურ მომავალს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ დღევანდელი ხელისუფლება აცნობიერებს ძალიან კარგად რა მოხდება თუ არჩევნები გაყალბდება. ვიმოქმედებთ სიტუაციის ადეკვატურად. დღეს ბევრი გვეუბნება უნდა შესულიყავით, მაგრამ ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ ამით, რომ არ შევედეთ გაყალბებულ პარლამენტში. მერწმუნეთ, ვის თუ არა ახალ მემარჯვენეებს შეუძლია აი ამ გაყალბებას წინ აღუდგეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი არჩევნების მიმართ იმდენად დიდია ყურადღება იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იგივე ევროპის სახელმწიფოების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გამოვრიცხავ, რომ გაყალბების ისეთი მასშტაბები იყოს, რომელიც ქუჩაში ხალხს გამოიყვანს. თუ ადამიანებმა იგრძნეს რომ არჩევნები გაყალბდა, ის ახალი მემარჯვენეების დახმარების გარეშეც და ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშეც გამოვა ქუჩაში და თავის არჩევანს დაეცემს.